მოგესალმებით ჩემს YouTube არხზე მარილენდი. ამჯერად განსხვავებული ვიდეო უნდა შემოგთავაზოთ და განვიხილოთ, როგორ იხატება ცხენი მარტივად ჩემს დასთან ერთად. მოგესალმებით ყველას, მოდით ერთად დავხატოთ. პირველ რიგში ჩამოვუსვათ ასეთი ხაზი. კარგი, ჩამოვუსვათ. ახლა კი წარმოვიდგინოთ, რომ ხატავთ ცისარტყელას, მაგრამ უკუღმა. დავაერთებთ მას ხაზთან. ახლა დავამატოთ ასეთი დეტალი, რაც ცხენის სახის მოყვანილობაში დაგვეხმარება. მხოლოდ ამ ხაზის გავლების შემდეგ შეგვიძლია დავხატოთ ასეთი მრუდი ხაზი. გასაგებია, თითქმის ცხენის სახე უკვე დავხატეთ. მართალი ხარ, მაგრამ პატარა შეცდომა დაუშვი. ეს მრუდი ხაზი არ უნდა ასცდეს სწორ ხაზს, რომელიც მარცხენა მხარეს დავხატეთ. დროა შუბლი მოვნიშნოთ და ნელ-ნელა დავხატოთ ყურები. ამასობაში შეგვიძლია კისერზეც გადავიდეთ. დატოვილ ადგილას ყურს დავხატავთ, არა? ზუსტადაც. ჩვენ სპეციალურად დავტოვეთ პატარა ადგილი იმისთვის, რომ დავხატოთ ყური. როგორც ჩანს, ნელ-ნელა ტანის დახატვაც დავასრულეთ. სწორედ ახლა შეგვიძლია დავხატოთ ყურები. აჰა, გასაგებია. გავითვალისწინოთ, რომ მეორე ყური უნდა დავხატოთ ნახევრად, ზუსტად ისე, როგორც ვიდეოშია მოცემული. ახლა რადგანაც ყველა დეტალი მზადაა, მოდი ახლა გავასწოროთ შუბლი. ამის შემდეგ ჯერ ვხატავთ ცხვირს, ხოლო შემდეგ თვალს. დავამატოთ ორი ზოლი მეტი გაფორმებისთვის და დავამთავროთ ჩვენი თვალი. ეს იქნება ჩვენი ცხენის სრული მონახაზი. შეგვიძლია ნელ-ნელა დავხატოთ თმებიც. მე სქელთმას დავხატავ. რადგანაც ყველა დეტალი მზადაა, შეგვიძლია კონტურები გავამუქოთ. ესეც ასე. ახლა მეტი შელამაზებისთვის გამოვიყენოთ შტრიხები და გავაფერადოთ თვალი და ცხვირი. შედარებით დიდი შტრიხები გამოგვადგება ყურის ადგილას და კისერთან. მეტი ეფექტისთვის შეგვიძლია შტრიხებს თითი გადავუსვათ. ბოლოს კი კონტურებს გადავუსვათ ან ტუშის, ან კიდე შავი პასტა. სულ ეს იყო. ეს არის მარტივი ხერხი ცხენის დასახატად. გაფერადება თქვენთვის მოგვინდია. ასე გამოიყურება ჩემი, ასე გამოიყურება ჩემი. იმედი მაქვს დაგეხმარათ ეს ვიდეო მსგავსი ცხენის დახატვაში. კომენტარებში ველოდებით თქვენს შეფასებას თუ მოგეწონათ მსგავსი ვიდეო. ან რისი ხატვის სწავლება გინდათ იხილოთ შემდეგ ვიდეოში. მომავალ შეხვედრამდე.